დავით კუხალაშვილი, ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სადაზვერო საქმიანობაზე, მის როლზე სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სადაზვერო საქმიანობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან მომდინარეობს მისი ნიშნები, სწორედ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში ფიქსირდება. თანამედროვე ეტაპზე პრაქტიკულად არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც აქტიურ სადაზვერო საქმიანობას არ ახორციელებდეს და მისი მთავარი და უპირველესი დანიშნულებაა, რომ გაატაროს საკუთარი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო არენაზე, ესევე მოიპოვოს ინფორმაციები უცხო ქვეყნებში არსებული იმ განწყობებისა და ქმედებების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია დააზიანოს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. განასხვავებენ 5 ძირითად მიმართულებას, 5 ძირითად სეგმენტს, რომელზედაც დამყარებულია ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, ეს გახლავთ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების სეგმენტები. სწორედ ამ სეგმენტებზე ძირგამოთხრელი საქმიანობა და აქტიური აგენტურულ ოპერატიულ საქმიანობა წარმოადგენს სადაზვერო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. შესაბამისად, აქ მოპოვებული ინფორმაციები, მათი ანალიზი მიეწოდება ხელისუფლებას, რომელიც აუცილებლად უნდა გადიოდეს სამეცნიერო შესწავლას და შესაბამისად შემდეგ ხდება კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმარება. ესე რომ საფრთხის იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებას და მაკრორეგულირებული ღონისძიებების დაგეგმა განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ორგანიზებაში, ისე უსაფრთხო საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, სწორედ სადაზვერო ინფორმაციის საფუძველზე აყალიბებენ სახელმწიფოები თავიანთ საგარეო პოლიტიკას და სწორედ იქ მოპოვებული მნიშვნელოვანი ინფორმაციები განსაზღვრავენ თუ რა დონით და რა დოზით უნდა კონდეთ ურთიერთობა უცხო სახელმწიფოებთან. ნებისმიერი გადამეტება იმ ზღვარის, რაც დაწესებული აქვს სახელმწიფოს დიპლომატიურ ურთიერთობებში, შესაძლებელია სახელმწიფოს დაუბრუნდეს როგორც მნიშვნელოვანი დამაზიანებელი შედეგის მაინსპირირებელი გარემოება. ამიტომ სასურველია, რომ ყველა ჩარჩო ნებისმიერ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც არის გაწერილი საერთაშორისო ურთიერთობისთვის, უნდა შესრულდეს პირნათლად. უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სწორედ სადაზვერო სამსახურების მეშვეობით ხორციელდება კონკრეტული პირების გადაბირება და შემდეგ ეს პირები სამიზნე სახელმწიფოში იქცევიან ამ სადაზვერო სამსახურის და მისი კუთვნილების სახელმწიფოს ნების აღმსრულებელ პირებად და ისინი მოქმედებენ სხვადასხვა დესტრუქციული შედეგების დასადგომად. ისინი შესაძლებელია გამოყენებული იქნან როგორც აგენტ პროვოკატორებად, შესაძლებელია როგორც აგენტ დეზინფორმატორებად, შესაძლებელია გამოყენებული იქნან ლიკვიდატორებად, საბოტაჟური ქმედების განხორციელებელ პირებად. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ქვეყნის კონცადაზვერო უწყების მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს სწორედ ესეთი პირების, პირთა ჯგუფების გამოვლენა და მათ შორის ორგანიზაციებისა, რომლებიც მონაწილეობენ სამიზნე ქვეყნის სახელმწიფოს ინტერესების ძირის გამოთხვისათვის. მთავარი და მნიშვნელოვანი სადაზვერო საქმიანობაში გახლავთ ის, რომ აუცილებელია დაცული იქნას კონსპირაციის პრინციპი, რამით თუ ნებისმიერი ქმედება, რომელიც იქნება გაშიფრული უცხო სახელმწიფოების კონცადაზვერო უწყებების მიერ, ეს შესაძლებელია სახელმწიფოს მოუბრუნდეს როგორც დამაზიანებელი შედეგი, ეს შეიძლება იყოს ისეთი შედეგი, როგორიც არის ხელისუფლების კომპრომეტაცია, სპეცსამსახურების კომპრომეტაცია, შესაბამისად, ამან შეიძლება შექმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ვერ მიეწოდება ის ინფორმაციები, რომლის საფუძველზეც მან უნდა მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და შესაბამისად, იქ სადაც არ არის საფრთხე იდენტიფიცირებული, ქვეყანა რეალურად ვერ რეაგირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც მის წინაშე დგას. და მეორე მნიშვნელოვანი შედეგი ეს გახლავთ, როგორც ვთქვით, სახელმწიფოს ხელისუფლების კომპრომეტაცია და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მათ შორის განხორციელდეს როგორც აგრესიული აქტები, სამხედრო ჩარეულობით, ასევე შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ტიპის სანქციებთან კონდეს საქმე, რაც აუცილებლად მიმართულია იმისაკენ, რომ სამიზნე სახელმწიფოში მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური დესტაბილიზაციის ინსპირირება, რომელიც ყოველთვის მთავრდება პოლიტიკური დესტაბილიზაციით. ესე რომ უნდა შევთანხმდეთ, რომ სადაზვერო საქმიანობა
წარმოადგენს ძირგამოთხრილ საქმიანობას, თუ ის მისი განხორციელებელი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულია და საკანონო ჩარჩოშია მოქცეული უცხო სახელმწიფოებში, ის შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფო თავის სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს მაღალი კონსპირაციის ფარგლებში და შესაბამისად კონსპირაციის პრინციპების დარღვევა ყოველთვის უკავშირდება მზვერავი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.